მოგესალმებით. დღეს აგიხსნით ლონდონის სესიაზე როგორ გავაკეთე $7.70 40 და რაღაცა წუთში. ეწერებოდა სახელზე და მოდავიწყოთ ამ ტრეიდის ახსნა. მოკლედ. ჩემი ანალიზებიდან და ასევე ლაივის რო გავუშვი გუშინ, იცით რომ მარკეტზე უფრო ვიხრები ბიარისისკენ ვიდრე ბულისისკენ. ბევრად უფრო და დღეს რა გქონდა ლონდონზე მარკეტი ავიდა აი ამ რეინჯის ამ ჰაიდან ამ ლომდო რო გავაზრდოთ პრემიუმში ავედით ბაისად ლიკვიდი მოხსენით და თან ასევე თართულ სუპი გავაკეთეთ აი ამ ტაიმფრეიმ PDR-ში ჩვენ სფეროლოგებში ხო აქედან გადავიდი 5 წუთიანზე და მარკეტზე რო დავინახე რომ მარკეტი ადის ესპექტებდა აი ამ PDR-ებს რაც აქ არის მოცემული და აქ დაგვრჩა breakaway gap-ი ხო გია gap-ი რომელიც არ უნდა გაიფილოს თუ მარკეტი BR-შია ამიტომაც აი აქ შევედი შორტში და რატო შევედი აქაც შორტში მაგას ვიტყვი. აქ შევედი stop loss აქ მეყენა და take profit-ი მარტივად მეყენა აი ამ low-ზე, მაგრამ უმეტესი partial-ი გამოვიტანე აქ, იმიტომ რომ ამ liquidity-ს გამოთ ეს იმხელა wiki არის, შეიძლება და ვეწოლებინე და მაგიტომაც 6 კონტრაქტი აქ ავიღე, კი არა 4 კონტრაქტი აქ ავიღე და დანარჩენი 2 კონტრაქტი აქ. და ეხა რა მოხდა აქ კიდევ double time frame მოდი გავაანალიზოთ რა. მარკეტი ჩამოვიდა, დავოდის expected ეს gap-ი და შემდეგ retracement-ი ჰქონდა აი ამ სანთელს აი ამ volume balance-ში. მგონი აქ არასულა, ხო? და ეს სანთელი გაიხსნა თუ არა? არ შევიდა ამ gap-ში, ეგრევე დიდი სანთელი გააკეთა და ჩამოვიდა ქვემოთ. ანუ აქ რაღაც სტრუქტურული high არის გაკეთებული. შემდეგ გავაკეთეთ ეს bearish gap-ი. აი აქ. რაც არის აი ამ liquidity-ის ზემოთ, ფასი ავიდა, თართულ სუპი, აქ შევიდა და ასევე ლონდონზე ხშირად გვაქვს ხომ ესეთი volume balance-ები. ლამაზი. შევედით აქ, აქ გავაკეთე entry ეგრევე limit order-ი მეტო, stop loss მეტო ამ high-ზე. შეიძლება ცოტა თქვენთვის რისკიანი იყოს ეს stop loss, მაგრამ ძალიან დარწმუნებული ვიყავი, რომ ლონდონი უკეთესი იქნებოდა ბევრად დღეს, ვიდრე რა ვიცი, სხვა დღეებში მაგალითად გუშინ რო წავაგე ნიუ-იორკზე, გუშინდელზე რა. ამიტომაც აქ შევედი trade-ში. შემდეგ უკვე displacement-ი ქონდა მარკეტს, აქ 4 კონტრაქტი შევედი მე მგონი, თუ 4 შევედი ხო? 4 კონტრაქტი შევედი აქ, მე ჩამოვიდა ფასი. აქ კონსოლიდაცია გქონდა, ეს დავოდის expected ეს gap-ი. ამაზად, მაგრამ კარგად მაინც არ წაიღო ამ gap-მა. ხედავთ რომ ხანზემოთ იხურებოდა ხომ კომოთ, ამიტომაც ამას მოვაშორე ფარს უყურებდი იმ დროს. გავაკეთეთ bearish gap-ი, bearish roll gap. აქ ცოტა ხანი კონსოლიდაცია გქონდა, მაგრამ შემდეგ როცა კიდე ბოლო ასვლა გქონდა და მე მგონი S&P-ს გაკეთდა, არ მახსოვს არ უყურებდი მასე მარკეტს, მაგრამ ხო, რავი, არ გაკეთებულა S&P, მაგრამ lower time frame S&P იქნებოდა. შემდეგ უკვე აი ეს ასვლა რაც გქონდა და რომ დავაფეილეთ რომ SI მოგვე ხსნა, არც იყო ამ high-ს მოხსნა საჭირო, იმიტომ რომ ბოლომდე არის ეს gap-ი უკვე შევსებული, ხო? მე ჩამოვედით, ეს order block-ი გავიკეთეთ და ამ order block-ზე დავამატე ჩემი entry და დანარჩენი თლიანად გამოვედი, ჯერ 4 კონტრაქტი აქ ჩავხსენი, ძალიან კარგი delivery ქონდა. არ ვიცი, ესეთი delivery მე მარკეტზე ნიუ-იორკზე რო trade-ობ ხოლმე არ მაქვს ხოლმე, რადგან დღეს აუდექიდან მომეწონა მარკეტი მარტო მაგიტო გავხსენე სიმართლე გითხრათ. თორე ლონდონზეც იშვიათად trade-ობ ხოლმე რა. არ მაქვს ეს გეგმაში ხოლმე რომ ლონდონზე დავждე და ვითრეიდო, მაგრამ მომანდომა სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ამდღეულდურს ნიუ-იორკ AM-ი არ მოწონს. არ მოწონს აკუთხით, იცი, ან ესეთ სიტუაციაა კონდიციაში რა. ოფილა ხოლმე ესეთები და შემიცვლია გეგმა, ერთი წლის წინაც როცა ლაივში ვსტრიმავდი და ლაივში გავდიოდი ხოლმე რა. მაგრამ აი ლონდონი ბევრად უფრო უკეთესად მოძრაობს. აი ხა შეხედე, აქაც არის რაღაცა მოძრაობა რა, მაგრამ ნიუ-იორკ AM-ზე ესეთ მოძრაობა რო არის, ხო? ხშირად შეიძლება გამასო ტრეიდი. ანუ აქ თითქმის retracement-ს საერთოდ არ აკეთებს, ისე მოძრაობს მარკეტი buy side-ისკენ რა. და ნიუ-იორკ AM შეიძლება კონდეს მოძრაობა, მაგრამ აი ან მაზავ ხოლმე ტრეიდს ან წინა ტრეიდებიდან გამომდინარე PM-ზე გავხსენი კიდე წინაზე ტრეიდი და მან ჩვენიერი delivery ქონდა მანდაც. ხალხი AM-ის სიმართლე გითხრათ რაღაც აღარ מחარებს მე პირადად რა. არა ვნახოთ რავი, მომორშეთ ქონდა ეგ ყველაფერი შეიძლება სულ ეგრე არ იქნება, ვოლუტურობა სულ ერთ იგივე სულ არ იქნება და არც ვოლუმი. ამიტომაც ხო, ესე ტრეიდი გავხსენი დღეს, რავი შეიძლება background-ზე ხმები იყოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. და აი ეს order block-ი რო გაკეთდა, უკვე დამიდასტურა მარკეტმა, რომ აქ უკვე ზედმეტი retracement-ები აღარ იყო საჭირო. order block-ი გაკეთა, აქ დავამატე, stop loss-ი აქ ჩამოვწიე. რისკი მე მგონი იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე მანამდე იყო. სტოპი არ გამომიზრაებია მანამდე
და აი აქ უკვე break-even-ზე გადავედი. ამ midnight opens-ს რო შეეხო და საბოლოოდ აი აქ partial-ი ავიღე და აქ საბოლოოდ გამოვედი. ხო, დღეისათვის სულ ეს იყო ხალხო. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით წარმატებულ ტრეიდინგს ისურვებთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო.